გამოიწეროთ არხი. გამარჯობათ ბავშვებო, ახლა უნდა მოგიყვეთ ზღაპარი ჩალფეხა ჯარისკაცზე. ძალიან მოგეწონებათ, მომყევით. დიდი ხნის წინ ერთ პატარა ბიჭუნას ყუთში დაწყობილი ჯარისკაცები აჩუქეს. ყველა კარგად გამოიყურებოდა. ერთის გარდა ერთ ჯარისკაცს ცალი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ჯარისკაცი მაინც ამაყად გამოიყურებოდა. თოფის მამაჩურად ეჭირა ხელში და ბიჭუნასაც სწორედ ეს ჯარისკაცი შეუყვარდა ძალიან. ჯარისკაცებიანი ყუთი მაგიდადე დადო, სადაც სხვა სათამაშოებთან ერთად ოქროსფერთმიანი შვენიერი ბალერინა იდგა. ხელები ლამაზად გაეშალა, თავფეხზე იდგა. მეორე ფეხი კი მაღლა ჰქონდა აწეული. ჩვენ ცალფეხა ჯარისკაცი სათამაშოს ეს ბალერინად ცალფეხა ეგონა. სათამაშო ჯარისკაცი ფიქრობდა, ნეტა ასეთი ცოლი მყავდეს, ჩუნიავს არ მივაკარებდი. სულ მეყვარებოდა, ყველა სურვილს შეუსრულებდი. მე კი საცხოვრობ ერთ ყუთში 24 ჯარისკაცთან ერთად. დაღამდა. შუა ღამისას ყველა სათამაშო გაწეთხდა. ესენი დადიოდნენ იცი როგორ. ჯარისკაცები ყოფილი ნაბიჯით გაემართნენ ოთახის შუაგულისკენ. ცალფეხა ჯარისკაცი ბალერინას მიუახლოვდა, სიყვარულით უყურებდა და გულით უჩნაურად გაუთბა. სათამაშო ბალერინამაც თბილად გავხიზნა, მასაც შეუყვარდა ცალფეხა ჯარისკაცი. მეორე დილით ბიჭუნამ ჯარისკაცები ამოალაგა ყუთებიდან და ფანჯრის რაფაზე დააწყო. უჩებ ქარმა ფანჯარა შემოგლიჯა. აფრიალებული ფარდა ცალფეხა ჯარისკაცს წამოედო და საწყალი ფანჯრიდან ქუჩაში გადავარდა. ბიჭუნა მაშინვე გარეთ გავარდა. ბევრი ეძება საყვარელი სათამაშო, მაგრამ ვერსად იპოვა. ისეთი ქარი და ჭვიმა იყო, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ ეპოვა. ქუჩაში ორი ბიჭუნა ხაღადის ნავებს აკეთებდნენ. უჩებ ცალფეხა ჯარისკაცი დაინახე. ჰერი დავლეს, ხაღადის ნავში ჩასვეს და სამოგზაუროდ გაუშვეს. საწყალი ცალფეხა ჯარისკაცი ალმოწაიშო. უჩებ ნავი ხიდის ქვეშ შეჩურდა, დაბნევდა, მაგრამ მამაც ჯარისკაცს არ ეშინოდა. ის თავის საყვარელ ბალერინაზე ფიქრობდა. შენზე ფიქრი ძალას მაძლევს და იმეს არ დავკარგავ. ჩემო ლამაზო ბალერინა, ფიქრობთ ცალფეხა ჯარისკაცი. ამ ფიქრში გრუხონის ხმა გაისმა. ყველას გული გაუსკდებოდა, მაგრამ ცალფეხა ჯარისკაცი მამაცი იყო. მოულოდნელად ქაღალდის გემი ტყვაში აღმოჩნდა. უჩებ დიდი თევზი გამოჩნდა. გააღო დიდი პირი და ჯარისკაცი თავის თოფიანად გადასანსლა. ეს ორმუჩელათები ყველაფრის ჭამამონდა. მალევე მე თევზემ დაიჭირა. ბაზარში წაიღო და ბიჭუნა ოჯახის მზარეულს მიყიდა. შენ მიშვილი ზარეული თევზის გასულ თაბებას შეუდგა, მაგრამ როცა თევზი მუჩელი გაუჭრა, იქ ცალფეხა ჯარისკაცი ნახა. ბიჭუნას ძალიან გაუხარდა თავის საყვარელი ჯარისკაცის სათამაშოს ნახვა. ხერი დაავლო და საჯინებელში წაიღო.
ბალერინამ ჯარისკაცი რომ დაინახა, თვალები აუჩიმჩიმდა. მაზეც გაუღიმეს ერთ მანეთში. მაგრამ ბიჭუნამ თევზის თუნი იგრძნო. დასაშინელი თუნი ადიშა ამ ჯარისკაცს. ეს ამტირდება. თქვა და ბუხარში შეაგდო. საწყალი თალფეხა ჯარისკაცი ცეცხლში ჯნებოდა. ამას საყვარელი ბალერინა ჩუყურებდა. მოულოდნელად ქარმა პანჯარა შემომრიჯა. ბალერინამ აიტაჩა და ბუხარში შეაგდო. ერთად იწოდნენ მამაცი ჯარისკაცი და ლამაზი ბალერინა. აწიმას ვეღარაფერი დააშორებდა. დაღამდა და ცეცხლი ჩაქრა. მეორე დილით, როცა ბუხარი გაწმიდეს, ნაცარში პატარა გული იპოვე ჯარისკაცი და ბალერინის შეყვარების ნიშანი. დამთავრდა ეს ხაპარი. კარგად ბავშვებო, ბაი ბაი, ბანანა. გამოიწეროთ არხი.